სალამით კიდევ ერთხელ ხალხო. ზოგადად აი ამიტომ გეუბნებით ხოლმე რომ დრო არ მაქვს თქო ეხლაც დღეს ხო ვიდეო დავდე. ის იყო გუშინ რამე გადაღებული რა. მთელი დღე სტრიმზე ვარ ხოლმე, მე ანუ დღის საათებში საქმე რაც მაქვს, იმაზე გავდივარ ხოლმე. მე მოვდივარ სტრიმავ და მე ანუ დაწოლისთვისაც არ მაქვს დრო რა, ამ რაღაცებს რო ვარეაქტებ, ხო და ეხლაც საქმე მაქვს, მაგრამ ეს მე-11 და მე-12 სერია უნდა დავდო და დავარეაქტო, რომ 4 რეაქტი დავდო, როგორც დაგვერდით. წინა რეაქტი პირველი რაღაცის დავდე ამ კვირაში და 3 რეაქტს ხელს ახსოვებ რა. ხო და ამიტომ ამბობ ხოლმე, რომ ბიჭო, მე აი არაფრის დრო აღარ მრჩება რა და ტვინის ბურღვა არის. ამიტომ არ უნდა დამეწყო, რომ მე არ გეწუწუნათ თქვენს. ამიტომ ჯობია ხოლმე, რომ ვალდებულებები არ აიღო. არა. როგორ სერიები რჩება? რაღაც სასწაული უნდა მოხდეს აქ, ისე არ გამოვა. ალო, თამარა. თამარა ხარ? ხო. რეზო კადრია იყო. რეზო ქათამაძე. არა, არაფერი არ მოხდა. რაღაც გვაქვს შენთან შესაკითხი. რა რიცი? გენო შავდია. ჩვენი დავიდოვიჩი კროსვორდს ავსებს. ხო, კროსვორდს. მარტო ორი დარჩა შესავსები და შენი დახმარება გჭირდება. არა. არა, რამ თვალი საიდან მოიტანე? მართლა. ხო, პირველია კენიის დედაქალაქი 700. მეორე მოგზდო ფორმის შოკოლადით გლაზურირებული კრემიანი ნამცხვარი. რა? ეკლერი? მოგზანდი. კენო ავსებს. შეიძლება? შემოდით. არა, შენ არ გეუნები. ეკლერი. ჯდება კი? კარგი და კენიის დედაქალაქი? კენიისას გადაამოწმებ. კენიისას კარგი, მალე დამიდგინე რა, გეხვეწები. და მაღარიში ჩემზეა. შენს არს ველოდები. კარგი. გამარჯობათ. კენიის დედაქალაქი ნაირობია. მე კი გიორგი ზაალიშვილი გახლავართ, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. გამარჯობათ. უფროსი ოპერმუშაკი ქათამაძე. ესე იგი ნაირობი არა? დიახ, ნაირობი. ჯდება ხო იცი? მალადეც? მადლობა. მალადეც. ვარი გავკი. თქვენ რა საკითხზე ხართ მოსული? მე აი განცხადება მოგვიტანეს. ენებეთ. არჩევთ ჩემ ხელს. ძირითადად კი. ესე იგი მარინა ბუჩუკური თქვენი მეზობელია. დიახ. დიდი ხანია იცნობთ? ასე წელიწად ნახევარი იქნება რაც გადმოვიდა. აი განსვენებული მარიამ კეზელის ბინაში, ჩვენს ქვემოთ. მარიამ კეზელი ავადმყოფობდა და ეს ბუჩუკური ნემსებს უკეთებდა. გარდა ამისა ისედაც უვლი და საბოლოოდ ბინა მას დარჩა. ესე იგი ნემსებს უკეთებდა არა? დიახ. რა ეხლა ურჩიეს სხვათა შორის რომ ვიღაც ახალგაზრდა ქალი აეყვანა მომბლელად. და იმ ახალგაზრდა ქალმა კი წამლის მაგივრად საწამლავი გაუჩხირა არა? არა ბატონო, როგორ გეკადრება? მე გარბი თქვას. ახლა ესე ჩვენში დარჩეს ცოტა ხეპრე და უზრდელი ქალი კი არის ეს ბუჩუკური, მაგრამ ლელობას ნახდას ვერ დავაბრალებ. კარგი და რა უფლებით სარგებლობს თქვენ მიერ დაკავებულ ფარზე ბუჩუკური? ცხადი არავით არის. ეს ხომ განცხადებაში წერია. აბა რა უნდა? ჩემი კუთვნილი ოთახი, რომელიც ეზოში ჩამავალი კიბის თავზე მდებარეობს. სპეციალს ამ რამდენიმე ხნის წინათ მითხრა, დამისმეს ოთახი და $200 მოგცემ. აბა $200 ეხლა მე ჩემ ანაბაბისეულ ბინას დავშლიდი ბატონო. ამდა ესეც არ იყოს. ეს ხომ ჩემი გიოს ჩემი შვილის ოთახი იყო. დღესაც მისი დასაცმელი
ციგნები. რა ვიცი, ყველაფერი იქ არის. ეს ოთახი რო დავთმო. გამოდის რომ გიოს ხელმეორედ მოგლა, გესმის? უარი უთხარ. შეგი უარი უთხარ. დიახ, უარი უთხარ. აბა რა უნდა მეკდა? ამის შემდეგ იყო რომ ის თავის საყვარელი დაგვაყენა თავზე. რა იცით რომ საყვარელია? მართალი ბრძანდებით. რა უფლება მაქვს თქვა რომ საყვარელია, მაგრამ აი იმ ტიპმა, მაპატიეთ, აი იმ კაცმა ჯერ იყო და კარები ჩამირაზა, ჩამიჭედა. მერე იყო და 2 დღის შემდეგ იარაღით მე მუქრებოდა. ახლა როგორ დავიშინო რომ ეს საყვარელია თუ არ არის საყვარელი? ხშირად ადის ბუჩქურთან. ხშირად ადის ხოლმე, უფრო ღამღამობით. ხანდახან კი საერთოდ გაუჩინარდება ხოლმე. კი, მაგრამ როგორც ემდათ და იარაღს გიტრიალებდათ, არავის არ გაუგია, არავინ არ გამოსულა. მოწმეებით უყავ. არა, სამწუხაროდ არა. მოგესალმებით დღეს ხა ყველას ეშინია. ძველი მეზობლებიდან თითქმის აღარავინ დარჩა. მოდა ხა შენი გულისთვის ვინ გამოიდებს თავს? ამიტომაც არის რომ მოგმართეთ თქვენ. ცუდია რომ მოწმეები არ აყავთ. არ ვიცი არა. რაღაცა ხონისძიება უნდა გაატაროთ. მუდმივ შიში ვართ ბატონო. მეუღლე ამის არის ლოგინად ჩამივარდეს. ერთხელაც იქნება ვერ მოვიწმე და ტოპს ვესვრი. გელაპარაკები ვისვრი ტოპს. კარგი ბიძაჩემო, მოდი ასე ვქნათ. ბიძაჩემო? ვინ არის ბიძაშენი? მე ბიძაშენი არა ვარ. ვერ გავიგე? მე ვარ ჩაულებრივი მოკალათე. რომელმაც მოგმართათ დახმარებისათვის. ბოდიში თუ გაწყენით. ძია გიორგი, მოდი ასე მოვიქცეთ. თქვენ წაბრძანდით სახში? და ის ვაჟბატონი როცა მობრძანდება ბუჩუკურთან. გვაცნობეთ. აი ტელეფონი. მე რო ახლა იმ თქვენ მეზობელს მივადგე, ის თავის საყვარელს შეატყობინებს. მერე საგდიო მე მაგას. არც სახელი ვიცი, არც გვარი. ამიტომაც როცა ერთად იქნებიან, შეგვატყობინეთ. მოვალ და ორივეს ხელწერილს ჩამოვართმევ. ეგ ისეთი კაცი ჩანს. ადვილად ვერაფერს ვერ ჩამოვართმევთ. მუღელავთ, თქვენ მაცნობეთ და მე ვიცი რასაც ვიზამ. მოვალ და თავს გაუტეხავ მაგვირიშვილს. მოქალაქე ბუჩუკური. მარინა ივანის სასული თქვენ ახართ? რაშია საქმე? პოლიციიდან ვარ, შეიძლება შემოვიდე. კი, მაგრამ რა გნება? არა, რა უფლებით შემოდიხართ გამაგებინეთ, ა? გამარჯობა. გაუმარჯოს. ერთი დაჯექი ჩემი ძმა. თქვენზე ორივეზე საჩივარია შემოსული. მოხუცი ხალხი დაგიწიოკებიათ, გაგილანძღავთ, გიცემიათ. შენი ძირას გეტყვი? ან ეხლავე მოიყვან ცემის მოწმეებს? ან აუდებ აქედან, გაიგე? ხო, რას გაჩუმებულ ხარ, ბიჭო? სანქცია აგაგრო შემოვარდი და ქალს აწიოგებ? მე გენაცვალე. აქ ჩხრიკის ჩასატარებლად და ვისმეს დასაჭერად კი არ მოусულა სანქცია რომ მქონდეს. მოვედი რომ წყნარად მოვაგვარო ყოფითი კონფლიქტი. კონფლიქტი რო არსებობს ეს ხო ფაქტია, ამას ხო ვერ უარყო. მე არც არაფერს ვადასტურებ და არც არაფერს უარყოფ, გაიგე? ამ გოგონას და მეზობლების კონფლიქტს მე თვითონ მოვაგვარებ, შენ რა გამჭირდები ძმო? მოგვარებას რას ეძახი? მოხუც ხალხს აუარდები, ცენ და იარაღს ჩათხრი პირში არა? კიდევ ერთხელ გეუბნები, ან მოიყვან მოწმეს, ან კარგად იყავი ძმო. ეგ იარაღი რო დაგიდია მან, ტარების უფლება თუ გაქვს? მაქვს. შეიძლება ვნახო. შენ ბიჭო, მე ქუჩის შპანა ხო არ გონი ვარ. რა იყო ბიჭო? რა იყო მეთქი ბიჭო?
შეიძლება შოკოლადე ავიღო. დიაბეტი მაქვს და ასე მემართება ხოლმე ჭამა რო დამაგვიანდება. აიღე გენაცვალე და წადი აქედან სანამ რამე არ მოგსვლი აქ. მომკლა ამ ძაღლულმა სამსახურმა ბატონო ბორის. წესით ახლა თქვენ ორივენი განყოფილებაში უნდა წამობრძანებულიყავით და ხელწერილი დაგეწერეთ. თქვენი მეზობლების მიმართ ძალადობის ფაქტი აღარ განმეორდებოდა. მაგრამ რადგან თქვენ ორგანოს თანამშრომელი ყოფილხართ და თანაც კაცური სიტყვა მომეცით, რომ ცემატყება და ძალადობა აღარ იქნება, მეც წავალ თორე კარგად არა ვარ. რამა გენაცვალე საჩხუბარი მანან იმშიკებთან. პირდაპირ სასამართლოში რა კარგად შეასრულა. და თუ გონიათ არ ვიცი რომ ის ოთახი თავის დროზე უკანონოდ მიერთეს. კაი გეყოფა. ხოდა ეგრე არ ჯობია. წესიერად, კულტურულად სასამართლოში გაარჩიეთ საქმე. უბანში სიწყნარე იქნება და ჩვენც არავინ შეგვაწუხებს. ხო. კაი, ხმაური არავის არ ჭირდება. ეს ძმაო ჩემგან გამომართვი. არა, როგორ გეკადრებათ. კარგი, რა მოგივიდა ბიჭებს შოკოლადს უყიდ. აი. კარგი. დიდი მადლობა. აბა თქვენი იმედი მაქვს. ლექსო! რეზოვან! ტრეზორას გადავაწყ. თანასაყვარელი სადახარშე? ხუცუში შესახტანა ვარ დაბლა დამხვდი. კაი. აზე ხარ, ბეჭდზე ვარ გადარჩენილი. რაღაც მომენტში მეგონა დამბრიდავს მეთქი. მაგრამ თუხლა, დედას გეფიცებით თუხლა. დაურეკე ზახარის უთხარი ტრეზორა ნახეს თქო. რეკავდა არიღებს. ნაღდადი ცნო ტრეზორა იყო? მაგის ქსიმა მეჭირა, ბორის ჯოტოზზე გარუჩავა. შევედით ვარა ეგრევე ვიცანი. უნდა გენახა როგორ ნასტერნად მიყურებდა. ეგეთი გამოხედისთვის უნდა გაუშვას სროგზე მაგის ბოზი დედავატირები. რატო წესიერად ამიხსენი, კაცო, სად შეხვედი, რატო შეხვედი? გახსოვს რო გითხარი პროფესორი ზაალიშვილი, ნაბოზარი მეზობლის საყვარლმა ცემა და იარაღი ჩათხარა პირში თქო. ხო, მახსოვს. რაღაც საყოფაცხოვრებო კონფლიქტი მეგონა. ზაალიშვილს უთხარი ეგ ვაჟბატონი მობრძანდება თუ არა გადმომირეკეთ. ამოვალ კარგად შევარშინებ და ხელწერისაც ჩამოვართ მე მეთქი. მოხუცებული კაცია, თან შვილი ყავს აფხაზეთში დაღუპული. მერე? ამ საღამოს დამირეკა მითხრა მოვიდაო. ავიღე პაპკა და შვიდად წავედი. ვიღაც მარინა ბუჩუკურია ამ ზაალიშვილების მეზობელი. ვიფიქრე თავის საყვარლიანად დავიფრენ მეთქი. შევედი და რას ხვიდავ, ტრეზორა არა ზისტო. მერე ისკეს არა მე? რაღაც მომენტში ვიფიქრე ისკეს ამეთქი, მაგრამ მე მაგრა დაუძვედი. ეხლა სად არის? იქ არის ნაბოზართან იაშვილის 14-ში. ლექსო, ეხლა მაგარი მომენტია. თანაც პრიჩინაც აგვაქვს და ავიყვანოთ. მოცა სად რეკავ? შავდიასთან. არ დარეკო არა საჭი. აბა რა ვქნათ, არ ავიყვანოთ? მაგ ტრეზორასთან მე ჩემი საქმე მაქვს. შენ რა მაგის აყვანას მარტო აფიდებ? სულ გაგიჟდიტო? ნამდვილი კაცი ჭამია. კაცო, შენ რა გინდა? ჩემ თავზე ვიღებ ყველაფერს. მომისმინე ლექსო, დაურეკო დავიდოვის, ზახარის, არ არის სპეციალისტ. საჭირო არა. მოიცა მე წამოვა რა. კარგი, ოღონდ ერთი პირობით. არ შეერიო. გაჯიქი მაგარში. სისულელეს აკეთებენ. სისულელეა. რასაც პირდები. სიმათოლი ხარილის ლიდა, სპორტის ლიდა.
ზეგაიჩიტა. ვაიმე! ვაიმე! მარჯვნივ. არ გაიწე! ბიჭო, დაჭერილი ხარ? არაფერია, ხელში მომხდარა. იქით გაიქცა. ხილად ლექსო. თქვენ სიციხილსები ხართ? უნდა ჩაგაყუროთ თვა ცაგელ წყალზე და პურზე უნდა გავყოფოთ. თუმცა დებილები იყავით არ მეგონა რა. შვილო, კაცი საკმარის ტრაკი თუ არა გაქვს, სად მიდიხარ? ვერა ტრეზორა ის ვარანსოველი ტიკა ხო არ გეგონა? რა უბრალოდ ეხლა ქათამაძე? ერთადერთი ასე გქონდა ბიჭო. ქათამაძეს რა ზეიჭუბება იმის ბრალი და თქვენი დებილობის გამო ის კაცი დაფხან გადაიხვეწა ალბათ ტრაბზონში. რა ვქნათ მეთქი ქათამაძე? გეკითხები რა? კარგი რა ზახარიჩი. რა იყო რა? გითხდება რა? აღლა რომ დაგიწევთ რაპორტს და ჩაგაყუდებთ კამერაში. გატეხვა მე რენახიში. სოსოეგაძეს უნდა უთვალთვალოთ. ზახარიჩი მაგას ტრეზორა აუცილებლად მიაკითხავს. სხვა ვარიანტი მაინც არ არის. ვერ დავიჭერთ. ოუ. ტელეფონების ხوار ჩაუვთოთ სოსოეგაძეს. უნდა ჩაურთოთ, აბა რა. აი, ჭვიანი. მე რეიცი მაგას რა მოყვება შედურაკო. თუ გაიგო იმ კაცმა, ისეთ სკანდალს ატეხავს გაკურიან სამსახურიდან. ბატონო ბიზინა, ჩხუბით და ყვირილით საქმეს არაფერი არ ეშველება. კი ბატონო, მართალი დანდებით, მივქარეთ, მარტო არ უნდა წავსულიყავით ტრეზორას ასაყვანად, მაგრამ რეზო მართალია. ეგაცაც უნდა უთვალთვალოთ, სხვა გზა არ არის. ბიჭო, ის შენ სოსოეგაძის ლეშკაც. ვისი სანქცია ჭირდება? ვიცი და ამიტომ დღესვე მივალ გივისთან. ზადი ხო, ზადი. თერთი რა ჩემ ფეხებს ამოიღებ იმასაც ვნახავ. ცდაბედის მონახევრია უნდა თქვა მიო. არა, გენაცვალე არა. შენ რა ბავშვით ლაპარაკო? მე რეიცი მაგას რა მოყვება? გიფიქრია? ჯუდღედაღამ ხელისუფლებას ლანძღევე და მაგას რომ ტელეფონები ჩაურთო, რას იზამს ეს სოსოეგაძე? აზრზე ხარ? უმაგისოთ არაფერი არ გამოვა ბატონო გივი. თვალთვალი მაინც დაუწესოთ. ტრეზორაზე სხვანაირად ვერ გავალთ. დალი უკლებას ჩვენების საფუძველზე ეგ ტრეზორა სიტათაშვილის მკვლელობის ორგანიზატორი თუ არა თანამონაწილე მაინც არის, ხო? ასე რომ თვალთვალი საფუძველი ნამდვილად გვაქვს. მე ვერც მაგაზე მოგცემ ოფიციალურ თანხმობას. უფრო მეტიც მე მაგის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. ეხლა თუ შენ ინიციატივით დაუწყებ თვალთვალს და მე არაფერი მეწოდინება? აჰა, გასაგები. მაგრამ ზეინაბ გუდავაძის ტელეფონს მაინც მოგუსმინოთ. ზეინაბის? ხო. კი ბატონო. ესე იგი მაგის სანქცია გვექნება. კი. კი. ეგ შეიძლება. კარგი, მაშინ მეწავა. იცოდებ თხილად იყავით. ცეც უნდა უწყებ თამაშს. ალო? ზეინაბ, ხო, სოსო. მითხარი ხავ რა ხდება? რატო აღარ გამოჩნდა? გირეკავში არა ხარ. მობილური გამორთული გაქვს. გამაგებინეთი რა შეასაკ. რა ხდება და დებილია ეგ შენი ტრეზორა. რა იყო რა ჩაიდია? ვიღაც ზაალიშვილებს მიუვარდა. მოხუცი ცოლქმარი გალახა და აწიოგა. მერე? რა მერე? წუხილ პოლიცია დაესხა თავს. ამანაც ისეთი სროლა ატეხა, რომ დედაშვილს არ აიყვანდა ხელში. სხვათა შორის ერთ-ერთი პოლიციელი დაჭრა და მიიმალა. კაცობ და ეგ შეგაწავე. და მე რა დროს? მაშინ როცა მოწმეებმა ჩვენებები შეცვალეს. უნდა აიღო და ცოფიანი ძაღლებით მოკვდა ეგ ნაბოსალი ეგ. მეტი რა ჭირდებაც. ჩაბნელებული ყველაფერი. რეზო, დასხლები ხართ? აი ყო მოხდა რამე. ისე გმად გეძინათ შოვიდა მიცვალებულებს გავდის. რას ამობ კაცში? რას ამოკეკ ამ გული გამისდა? ეს ათოთვალი? რა უქნათ ლექსო ჯან გენაცვალე მოუგდით უკვე აღარ შეგვიძლია მთელი დღე
ამ შობელსაც დავსდევ და ჩაგვეძინა. მთელი დღე შობელსაც დაძდევს კი არა, პივით გაიჭყიპე და იმდო ჩაგეძინა. საიდან აიღე? რა პივა, რის პივა, შენ გიჟი ხო არა ხარ? დილიდან მაგ ჩათლახს დავდებ. ჭამის დროს არ ქონდა, დავიხოცე ჩივრები. მით უმეტეს ეს. კაი, ეხლა აქ არის ოფისში? მანდარი. ხო. 9 საათზე რო შევიდა იმის მერე ცხვირი არ გამოუყვია. არავინ მოსულა მასთან? არავინ. 11 ნახევარზე ბოლო თანამშრომელი წავიდა. ეხლა შიგნითაა თვითონ ორახრანიკთან ერთად. ო, კაი. ეხლა თქვენ წადით დაისვენეთ, მე შეგსვრით. გინდა დავჩები, მარტო მაინც ხო იცი მორტალი. არა, თქვენ წადით კაცო, თუ რამეა დაგირეკოთ. ნახდათ? ხო, ნახდათ. Алло. Ხოთინა. არა, არ მსალია, გვიან მოვა. არა ვარ მშიერი კაცო. აი, ნუ ისი ხოლმე რა. ვინ არის კა? ირინა? ხო, მეს მომენატრა. რამდენი და 10 დღე არ მინახავს. კაცო, სისხლი კი არ არის, მე უბრალოდ გული მწყდება, რომ ამდენი ხანია ვერ ვნახე. მოკლედ, გადაეცი, რომ რამოდენიმე დღეში ბანანა თევზების ანახავად წავიყვან. მორჩა. რა გერმანიაში კაცო. კაცო, დასვენებული ვარ, დამშვიდებული ვარ, ამჭირდება რა. თინა ამსალია წავედი ხომ. ბიძინა, შავდიას დაურეკე, შეიძლება სპეცნაზე დაგჭირდეს. ხო, აქ რაღაც ხდება ოფისში. ხო, ეგაძის ოფისში. ტრეზორი აქ არის. ჩუტა, შენ ხარ? ო, თქვენ ხართ, უცებ ვერ გიცადეთ. თავისთან არის? კი. მარტო, ა? იაგო? თორეჩი. მოდი რა შენს დამჭირდე. კარგი. მაშინ კარებს შავკეტო. გაიცნო. Извини, мужик. ფული უნდა მოუწყდე აქედან. ყოფილიყავი წყნარა და არაფერი იქნებოდა. შემეჭყუას რომასავი ბიჭო. ფული გინდა? ხო. მე შეგეძლო მოსოლიყავი წესიერად. გაჩერდი ტრეზორი. დაწყნადი. ჩემი მოშორება გინდა ბიჭო. ვინ გითხრა, ვინ? საიდან მოიტანე? კარგად გიცნობ და იქიდან ხეები გააღებ. გავარდი, ტრეზორი მოიცადე, ეხლა გავარდი. გავარდი. სად მიდიხარ, მოსკოვში? ის საქმეა. რა გიჟი კაცია. ეს კაცი გაიჭდა.
რა ხდება სად მოვიდი? რაიმე ღმერთო შენ მიშველე. რაიმე ღმერთო შენ მიშველე ეს რას აკეთებს ბიჭო? Алло, ბიძინა. ნუ გეშინია ცოცხალი ვარ. იმიტომ გამოვხდე რომ ტრეზორას მანქანის ბაგაჟდექში ვიყავი. სადა ლისის ტბაზე. აი დაბალი შენობები როა. ნავებსაც აქირავებენ. ხო. მარტოა. გეულდებით რა. ნუ გეშინია, ნუ. კაი. გარუჩავა წინააღმდეგობის გაწევა საზრი არ აქვს. დაიწყო თავზე ხელები და გამოდი გარეთ. იარაღი მანდატოა გამწილებ. კალბატონოდალი, მითხარით, იცნობთ თუ არა ამ პიროვნებას? არა, არ ვიცნობ. აქამდე არცად შეგვედრიათ? ამ 3 თვის წინ კაფე ფლამინგოში. არ გწვენია დამხრის კაც რო იტყუებით? კალბატონოდალი, თუ შეიძლება მითხარით, რა ვითარებაში შეხვდით და რა ურთიერთობა გქონდათ ამ ადამიანთან? მე იმ კაფეში ვუკრავ. მოკლედ იქ მუშაობ. ამან თხოვა მისი ნაცნობი გოგონასთვის და ამერიკა და მეთქვა რომ მისი ბინიდან წყალი ჩამომდიოდა. და რომ სასტრაფოდ შინ უნდა მოსულიყო რომ უნგანი დაეკეტა. და თქვენც დაარეკეთ? ამან დამარწმუნა რომ ვითომ იმ გოგონას აშაყირებდა. კალო რას ბოდავ შენ ჭკუაზე ხარ? კალბატონოდალი, გოგონას სახელს ხომ ვერ გაიხსენებთ? შორენა. რა საქმეს დელი ერთი ძმურად რა? ძალიან კარგად იცი რა საქმესაც. არ გამოგიგვათ ძმებო ეგ საქმე რა. გაიყვანე პატიმარი. შენ კიდე შენ ნაბოზ ვარო ძალკე გენახა. აიგე? აგრა ნახავ. მე თავისუფალი ვარ. რა თქმა უნდა.
ოღონდ ქალბატონო დალი. იმედი მაქვს სასამართლოზეც იგივეს გაიმეორებთ. რა თქმა უნდა. გამარჯობა გიო. გამარჯობა. რა გნებავთ? ხო. მესმის რომ თქვენთვის უსიამოვნოა ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენს პირველ ჩვენებასთან დაკავშირებით მინდა რაღაც გითხრათ. მე უკვე განვაცხადე. არც არაფერი არ ვიცი, არც არაფერი არ მახსოვს და ვერც ვერავის ამოვიცნო. მე მესმის თქვენი ამ არანორმალურ ქვეყანაში მოწმეების დაცვის მექანიზმი არ არსებობს, კი? ხო და თუ ყველაფერი გესმით, რატომ წუხდებოდით? რაღა გინდა ჩემგან? რაღაცები შეიცვალა და ვიფიქრე მივალ დავალაპარაკები. იქნებ დაგეხმაროს მეთქი. მოდი რა, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ. იცი ამ სამართლობაში რამდენი პრობლემაა? უამრავ. მაგრამ ჩემთან ავანტყოფი რომ მოდის, იმას მე ვერ დავუწყებ წუწუს ჩემ პრობლემებზე. იმიტომ რომ არ აინტერესებს ეს ამბავი. და არც უნდა აინტერესებდეს. აი თქვენ მხოლოდ წუწუნებთ და მეტი არაფერი საქმეს არ აკეთებთ. ამ ქვეყანაში კვლევების მოწმე კი არა. არავინ არაა დაცული. ეთანხმები. მაგრამ ერთი რამე ხომ უნდა გვახსოვდეს არა რომ საერთო მტერი ყავს. და ერთმანეთს თუ არ დავეხმარეთ, აუცილებლად მოგვერევიან. კი ბატონო. მე ხო დაგეხმარეთ. ხო მოგეცეთ ჩვენება. მაგრამ თქვენ სად იყავით მაშინ როცა მე ვიღაცა ახვარმა ჩემს საკუთარ სადარბაზოში იარაღი შუბზე დამადო და სულში ჩამაფუთხა. და კიდე იცი რა მითხრა? თუ არ გაჩუმდები, ტყვია შუბში მოხვდებაო. ის იყო? ეს იყო. ამას რა დამოვიწყებს? მაგრამ საიდან იცოდა ნაბიჯვარმა ჩემი სახელი, გვარი და მით უმეტეს მისამართი. რა დერსკი ურანგლარის ესე იგი თქვენ ჩამიშვით არა? ეგეთი სოთკები ადვოკატებს გამოვაქვთ. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს? შენ ჩამიშვებ. პროკურატურა თუ ადვოკატი. მაგრამ თქვენ გაწყობთ რაც მეტი ძარცვა, ყაჩაღობა და მკვლელობა მოხდება, იმიტომ რომ წილში უზიხართ დამნაშავეებს და მე გარეთ უშვებთ. ასე ცხოვრობთ, ამით დიდდებით. და ჩემგან კი გმირობას ითხოვთ, არა? გია, ეს ნაძირალა ავღანეთის ომის დროს აწამებდა და ცოცხლად ატყავებდა ხალხს. 12 წლის გოგო დედის თვალწინ გააუპატიურა და მე ორივეს ყელი გამოჭრა. ამან დაგეგმა ჟურნალისტი შორენა სიტატაშვილის პროლოგა. და მხოლოდ იმიტომ, რომ მაგისი მეგობრები არჩევნებში მონაწილეობდნენ და ეგრე აწყობდათ რა. აქ რომ მოგიყვანეს დაჭრილი და იარაღებს გიტრიალებდნენ. მაგ ხალხს მაგან უბრძანა ჩემთვის ცეცხლი გაიხსნათ ტრასაზე. მე ამაცილეს. ჩემი სული მანქანაში ჩაწყდეს. მე შენთან მოვიდა იარაღი დაგადო და ჩვენება შეგასრულებინა. ეხლა ციხეში გდია. მე არაფერი. თუ შენ უარს იტყვი ჩვენებაზე, მოხდება ის, რაც შენ თქვი. ვიღაცები ფულში შოვნიან და მთელი ეს შაიკა გარეთ გამოვა. კარგი. თქვათ არ შევცვალე ჩვენება. მე რა მოხდება? მაშინ ეგ ტრეზორა და მაგის პაძელნიკები დიცროგზე წავდნენ. არჩევნებში კი ერთი ნაძირალა პარტიით ნაკლები მიიღებს მონაწილეობას. ერთი ნაძირალათი მეტი თუ ნაკლები მაგას რა მნიშვნელობა აქვს? რაღაცით ხომ უნდა დაიწყოს გასმა. მე გარანტიები მჭირდება. ერთადერთი გარანტია ისი მოცემად შემიძლია ის არის, რომ სასამართლომდე ჩემს გარდა არავის ეცოდინება მთავარი მოწმის სახელი, გვარი და მისამართი. განარჩენი შენი გადასაწყვეტია. კარგი. ვიფიქრებ. აი, ჩემი ტელეფონი. დიდი მადლობა. მე თანხმობა არ მომიცია. მაინც მადლობთ.
Twin. Yasin. 그렇게 더우니까 더위다 더우죠. მოგდიეთ ბატონო ბიზნე. წლის გამოვახცია. დიდი ხანია მეგობრებით. არა, რაღაც 15 წუთია. იგი გედმალოა რომ მოხდა. ლუც დალერო? არა, ყავა მეჩვია. ამან ბევრი სამუშაო მაქვს. ეგა ყავა და კიდევ ერთი ლუდი. ორი ყავა, ერთი ჩაი, ეგა. აბა, გისმენთ ბატონო ბიზნე. როგორ მიწაქვე? ამ ქვეყნის ყვალობაზე არა უშავს. მომგე კაკაულიძის და შენ პროექტს გულისხმობ. კონკრეტულად რა გაინტერესებთ? ესეო, მაშინას თქვი და ეხლაც ვიმეორებ. მე თქვენს ფინანსურ მახინაციებში არ ვერებ, ჩემი საქმე არ არის. ბატონო ბიზნე, იცით რომ პატივს ხცევთ და გადასამალია თქვენგანაც საპასუხოსველი. რაც შეეხება სიტყვა მახინაციას, ვერ მივიღებ და ვერც დავეთანხმები. თუ რამე ბრალდება გაქვთ ჩემს მიმართ, კი ბატონო მოგისმენთ, მაგრამ თუ არა და თქვენის ნებართვით სახლში თავლება მყავს. ეშე, იცი საქმე, ყავასაც გინდეგდალი ჩემო შვილო. მაგრამ ერთი ბატონი შეკითხვა მაქვს. და მიპასუხე. კი ბატონო, კითხეთ. დიდი მადლობა. მადლობა. რაღაც გიდო და გეკითხოთ. ხო. სოსოეგაძის შტაბს. შენი ხუშით აფინანსებ, გთხოვა ვინმე, გაიძულეს, თუ რა შეასაბე რა. მაგას რატომ მეკითხებით? არა, ხო, კითხვა ძალიან ლოგიკურია. იმიტომ რომ ბიძაშვილი არ არის, საქმეში პატელნიკი არ არის. ხო და ახლა რა მიზეზი უნდა იყოს, მაინტერესებს. არ ვიცი, ბატონო ბიზნე, პოლიტიკაში ნაკლებად ვერ ვკევი. მაგრამ ახლა სოსოეგაძე სხვებზე უარესი ნამდვილად არ არის. ჩინონიკებს პირში ეუბნება სათქმელს, გამოცდილი კაცი ჩანს. ახლა გამოცდილი. ახლა გამოცდილი, როგორ არ არის გამოცდილი, მაგრამ იმ საქმეში არა შეგუგულია. ეხლა შენ ჩაავლე რომ კითხვას გაეკეცი. კარგი, პირდაპირ გეტყვით. ომგერ გაგაურიზე მთხოვა დავხმარებოდი. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის რომ ვიღაცა საარჩევნო კამპანია ოფინანსო არ კითხულობ ვინ არის ეს ეგაძე რას აპირებს რა უნდა რა ხდება ვერ გებულობ ბატონო ბიზინა მოგებული თანხის ნაწილი ჩემი ფირმის ანგარიშზე რჩება მე შენ ერთხელ გიხსენე უჩას ზერაგია კი აი პირველ შეხვედრაზე ეგ იყო უშიშროების მინისტრის მოადგილე ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი ხილებულია უშიშროების საბჭოს მდივნის ირაკლი მეტრეველის კვლევების ორგანიზებაში. სახელმწიფო გადატრიალების ცდილობაში და რა ვიცი რამდენი უბედურება, რამდენი გრუპია მაგის კისერზე. და ეხლა სად არის ეგ ზერაგია? ბიჭო ინტერპოლი ეძებს კაცო. თუმცა მოსკოვშია და ყველა მისის რო იქ არის. რას ეძებს? გულავს ოპოზიციაში ჩხუბება დიალოგი. ინტერვიუებს იძლევა? რაღაცა სიაბანდი ფირმა აქვს ქალაქის ცენტრში. უბატონოდ ხმას ვერ ამივერცემს, უბრალოდ არცემს. ეგ არა და მილიციის ერთ-ერთმა განყოფილებამ თვალთვალი დაუწყო, გაიგე? და ამის გამო გუვედეს უფროსი მაიორი კლიმ ანტონიჩ ზარიანოვი, ჩემი ახლო მეგობარი, დაიჭირეს. და ისმენა როძინეს შტენიდნენ. აბა ეს ეგ FSB ფარველობს, ხო? არ ვიცი. ბატონო ბიძინა, თქვენ ხო იცით რომ მე მაგ ზერაგიასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. არანაირი არა? ეხლა მე რო გითხრა, რომ იმინა უჩა ზერაგია აშანტაჟებს მაგ ონგერა კაკაურიზეს და მაკუთებს აყრევინებს სოსოეგაძის საარჩევნო კამპანიისთვის რა სიტყვი? მე მაგის შესახებ არაფერი არ ვიცი. ბიჭო,
არ გაინტერესებს ვის ურიცხავ მაგუც, რატო ურიცხავ? ვიცი, სოსოეგაძე იყო ის ოფიცერი, რომელმაც თავის დროზე ამ ზერაგიას დავალებით ცოტა დაკითხა. ეს მაქვს მილიონჯერ მოსმენილი. მეგონა Подождите. ეს არის ამირანდვარი. თავარი სადაზვერო სამართლოს ყოფილი მაიორი. პროფესიონალური მკვლელია. ამასინათ ფოჩი. 5 კაცი ჩაცხრილა. ხო და მათ შორის ეგაზის დანაშაულებრივი საქმიანობების მთავარი მოწმეა. ამას დავალებული ქონდა ზერაგიასგან და სოსო ეგაზისგან ჩემი ლიკვიდაცია. მაგრამ პერესტროიკის დროს თვითონ დაებრუნდა. ეხლა მაშინ. ეს ვინ არის? აი, ეს არის გარუჩავა. ბორის ჯოტოს ძე. ავღანეთის ომში თავი გამოიჩინა როგორც მაგარმა სადისტმა და ყაჩაღმა. იქ ტრიბუნალი მოუწეს. ავღანეთში წარმოგიდგენია კაცო. და იქაც უჩაელ ზერაგიამ საქმე ჩაუწყო. სხვათა შორის ჟურნალისტ შორენა სითათაშვილის მკვლელობის ორგანიზატორი იყო კოკა მახალდიანთან ერთად. და მე მოგვიანებით კოკა მახალდიანი და მისი პადელნიკი კალდუნა ორივე გაასაღეს. ლექსოს გასაღებაც უნდათ. და შეტაკების დროს მისი ცოლი დაიღუპა. და ამდენი სისხლის ღრა არ შეჭირდება. არაფრად შეიძლება ორი კაცი გაასაღო. მაგრამ ასე ყოფილა სისხლმა სისხლი იცის. ჯერ წელამდე, მერე ყელამდე და მერე უნდა ჩაირჩო მაგის დედავატირე. და ეს ხალხი აპირებს თავრობაში მოსვლას. მოისმინე, რას უჩაზერაგია პოლიტიკური მკვლელობებით და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებით ვერ მოხერხდა. ეხლა არჩევნების გზით აპირებს. და შენ და კაკაურიძე ამ საქმეში ეხმარებით. მე თუ ამხელა ინფორმაცია გაქვთ. რატო არ იჭერთ? მოწმე არ ამყავს, შვილო, მოწმე, ცოცხალი მოწმე, ყველა მკვდარია. ერთი ეს ტრეზორა დავიჭირეთ. ტრეზორა ვინ არის? აი ეს გარუჩავა. და დღეს დილას გავიგე, რომ საკანში თავი ჩამოუჩვია. ეგ ისე იყო ახლა მაგის გამკეთებელი, როგორც მე ვეფხვის ყოველთვის დამწერი. მაგრამ რა ხდება ამ ქვეყანაში? თქვენ რატო არაფერს არ აკეთებთ? სამართალდამცავები ხო ხართ? შვილო, არ ვიცი რა ვარ რა. არაფერი არ ვიცი. რას ვიცავ? ვის ვიცავ, ვისგან ვიცავ. ბიჭო, საკუთარი თავის დაცვა აღარ შემილია, კაცო. მეგობარს რომ ბრონი ჟილეტი არ მოეცა, საიქიოში ვიქნებოდი. აღარ ვიცი რას ვაკეთებთ, რა ხდება. კაცო, რისთვის მოვედი ახლა შენთან? ამ ჩათლახებს. თუ არ ხელს არ უშლით, მოეხმარებით მაინც, კაცო და ყველა საკიდელ ფულს მოაძლევთ მე ამის დედავატირე, კაცო. თორე ეგენი თუ მოვიდნენ სათავეში, დავიღუპებით, კაცო. ბაში ყველამ უნდა ვიფსკინო ტრაქზე და გავკურნოთ სვანეთში. და ერთი ორი დღით კი არა, სამუდამოდ, ნავსიგდა. მე ყველაფერი გითხარ. და შენ იცი და შენმა კაცო. მოდიში რა. შემდეგ სერიამდე კიდე ერთს დავდებ ამის მერე ბოლო სერია დაგვრჩა და სარეაქტებელი მეორე სეზონის და საღამოს ჩაუჯექით მაგასაც. გაკოცეთ და ლაიქეთ ხოლმე და არხი გამოიწერეთ.